ამ ვიდეოში მინდა მცირედი мотивация მოგცეთ და კვლევებზე დაყრდნობილი 4 ფაქტი წარმოგიდგინოთ, რატომაც უნდა შეეშვა სკროლვას და კონკრეტულად TikTok-ის სკროლვას. პირველი, რატომ ცვლის მოკლე კონტენტი ყურადღებას? 2015 წელს Microsoft-მა გამოაქვეყნა კვლევა საშუალო ადამიანის ყურადღების ხანგრძლივობის შემცირებასთან დაკავშირებით, სადაც 12 წამიდან ყურადღება ჩამოსული არის 8 წამამდე. მაგალითად, ათასობით პატარა ვიდეო არის წინა პლანზე წამოწეული და თოვლი არის კონცენტრირებული დაჯილდოებაზე და მოკლე ემოციაზე, სადაც არანაირად არ ხდება ინფორმაციის გაგება და ტვინი ეჩვევა მუდმივ წახალისებას. მეორე, ეს არის დოფამინი და დამოკიდებულება. ჰარვარდისა და სტენფორდის კვლევები ამას კარგად ხსნიან, რომ დოფამინი არ არის სიამოვნება, დოფამინი არის მოლოდინი. ყოველი ვიდეო ახალს გვპირდება და უკეთეს, უფრო საინტერესო და უფრო სწრაფს. თუ დოპამინის პიკები ხშირია, ბაზური დონები ეცემა და კონცენტრაცია რთული ხდება ნელ-ნელა უფრო. კითხვა ბანალური ჩანს და სიჩუმე უკვე მოუხერხებელია, რაც კატასტროფულია. მესამე, ეს არის მეხსიერება. კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ მუდმივი მულტიტასკინგი ამცირებს სამუშაო მეხსიერებას. ანუ მოკლე ვიდეოები ერთ დავალებას არ წარმოადგენენ და ეს ასობით მიკროდავალებაა, როდესაც ტვინი ვერ ასწრებს ინფორმაციის დამუშავებას. მეოთხე, ეს არის ძილი და შფოთვა. ძილის კვლევებმა კი ისაჩვენა, რომ სწრაფი კონტენტის ნახვა ძილის წინ ზრდის კორტიზოლს, სტრესის ჰორმონს. ამიტომ ადამიანები ხშირად თვლიან, რომ კარგად დაიძინეს, მაგრამ მაინც დაღლილები არიან. ეხლა კი ბოლოსკე რო გავიდეთ უკვე და შევაჯამოთ, რა ჯობია თუ მაინც უნდა სკროლო, TikTok-ი თუ X-ი და რით განსხვავდება ეს ორი ერთმანეთისგან. TikTok-ი არის მოკლე ემოციურ ვიდეოებზე დაყრდნობილი პლატფორმა, სადაც სწრაფი კონტენტი არის, ძირითადად რა ინფორმაციასაც იგებ, ძალიან მალე გავიწყდება, ხოლო X-ზე რა ხდება? X-ზე არის ტექსტი, გზელი არგუმენტები, განხილვები რჩება უფრო დიდი დროის განმავლობაში, სადაც საშუალება გაქვს, რომ კონკრეტული ტექსტი, კონკრეტული პოსტი გაანალიზო და უფრო დიდ ყურადღებას უთმობ, ასე ვთქვათ, თითოეულ პოსტს და არ არის ეს ემოციებზე დაყრდნობილი. ალგორითმი TikTok-ზე აძლიერებს ემოციას, იწვევს სწრაფ დაჯილდოებას, მაგრამ სწრაფი მეხსიერება ქრება. X-ზე გიწევს, რომ იფიქრო, იკითხო და არგუმენტები დაამუშაო, ტვინს აქვს ინფორმაციის შენახვისთვის დრო. ასევე კვლევებმა ისაჩვენა, რომ TikTok-ის კონტენტი 24 საათშივე ავიწყდება ადამიანს და X-ზე ტექსტები კი ინახება და აზიარებენ და პასუხობენ. საქმე პლატფორმაში არ არის, მაგრამ საქმე იმაშია, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი მოკლე და სწრაფ კონტენტთან. ფაქტები აჩვენებს, რომ მოკლე კონტენტი ქმნის ფრაგმენტს, ანუ დაყოფილ აზროვნებას და დაყოფილ ყურადღებას და შესაბამისად დაყოფილ მეხსიერებას. ეს უბრალოდ მოსაზრებები არ არის, ეს არის კვლევა, ხოლო არჩევანი უკვე თქვენზე არის.